გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორი მოსამართლე ითხოვს უზენაესი სასამართლოს წევრობას. ეს ორივე ადამიანი სისტემის ნაწილია. ისინი სისტემაში დამხვდნენ, როდესაც მე იუსტიციის საბჭოში დავიწყე ბრძოლა სასამართლოს თავისუფლებისთვის 2018 წლის იანვარში. ეს იყო წყალგამყოფი. მაშინ ჩვენ გქონდა საშუალება, რომ გამოგვეგლიჯა ხელიდან სასამართლოს ძალაუფლება ივანიშვილისგან და გაგვეთავისუფლებინა ქვეყანა. მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. რეაგირებამ მათ შორის მაშინდელი ოცნების წევრებისგან რამდენიმე წლით დააგვიანა. ამ მხრივ გულდასაწყვეტია მაშინ სალომე ზურაბიშვილის როლი, რომელიც ქართული ოცნების წევრი იყო, მხარს უჭერდა კლანის ყველა ნაბიჯს. ამავე დროს მან დანიშნა წარმომადგენელი იუსტიციის საბჭოში, რომელმაც ეს სასამართლო კლანი კიდევ უფრო გააძლიერა. რომ არა სასამართლოს კლანი, არც ივანიშვილის რეპრესიები იარსებებდა. ეს რეალობაა.